მოგესალმებით, მე გახლავართ ნანა ლოლაძე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ქართული ენისა და ლიტერატურის ჯგუფის ხელმძღვანელი. ჩვენი ჯგუფი თქვენთვის ორ გამოცდას ამზადებს. ეს გახლავთ სავალდებულო გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში და მეორე გახლავთ ლიტერატურის არჩევითი გამოცდა. საგამოცდო ტესტი ორი ძირითადი ნაწილისაგან შედგება. პირველი გახლავთ ტექსტის რედაქტირება, მოცემული იქნება ერთი საშუალო მოცულობის ტექსტი, რომელშიც დაშვებულია გრამატიკული, პუნქტუაციური შეცდომები, ტექსტი არის სტილისტიკური ხარვეზები. თქვენ უნდა გაასწოროთ ეს შეცდომები და ხარვეზები და ისე გადაიტანოთ ტექსტი პასუხების ფურცელზე, რომ მასში აღარ იყოს შეცდომები. მეორე ნაწილი ორი ტიპის დავალებებისაგან შედგება. ეს არის წაკითხulis გააზრების უნარის შესამოწმებელი კითხვები და წერითი დავალება. ამ ნაწილში შემოთავაზებული იქნება ორი ტექსტი, რომელთაგანაც თქვენ ერთ-ერთი უნდა აირჩიოთ. ეს ტექსტები განსხვავდება ერთმანეთისაგან ჟანრობრივად, შეიძლება იყოს პროზაული ტექსტი ან პოეტური, მთლიანი ნაწარმოები ან დაწყვეტები ნაწარმოებიდან. ამავდროულად ერთ-ერთი ტექსტი იქნება საპროგრამო ნაწარმოები, ან ნაწყვეტი საპროგრამო ნაწარმოებიდან, ხოლო მეორე იქნება არასაპროგრამო ნაწარმოები. თქვენ მიერ არჩეული მხატვრული ტექსტის მიხედვით უნდა შეასრულოთ როგორც წაკითხulis გააზრების უნარის შესამოწმებელი დავალებები, ასევე უნდა დაწეროთ თხზულება, ანუ წერითი ნამუშევარი. პასუხებიც და თხზულებაც აუცილებლად უნდა გადაიტანოთ პასუხების ფურცელზე, იმიტომ რომ გამსწორებელთან შეგახსენებთ მიდის მხოლოდ ის ნამუშევარი, რომელიც გადატანილია პასუხების ფურცელზე, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამოცდაზე დრო ისე გაანაწილოთ, რომ თქვენ მიერ შავად შესრულებული სამუშაო გადაიტანოთ პასუხების ფურცელზე სრულყოფილად, რათა შესაბამისი შეფასება დაიმსახუროთ. რაც შეეხება ლიტერატურის არჩევით გამოცდას, რომელსაც შედარებით ნაკლები აბიტურიენტი ირჩევს ხოლმე, უნდა გითხრათ, რომ ეს გამოცდა არ არის იოლი და არ შეგექმნათ ილუზია, რომ თუ სავალდებულო გამოცდისთვის ზათახართ საკმარისია, რომ არჩევით საგნად აირჩიოთ ლიტერატურა, იმიტომ რომ განსხვავებით სავალდებულო გამოცდისაგან, აქ ჩვენ ვითხოვთ საპროგრამო ნაწარმოებების ღრმა ცოდნას. საპროგრამო ნაწარმოებების ცოდნის გარეშე ვერც სავალდებულო გამოცდას ვერ შეასრულებთ, მაგრამ ლიტერატურის გამოცდაში არის ერთი ბლოკი კითხვების, იქ პერსონაჟები, მათი мотиваცია კარგად უნდა იცოდეთ, თორე გაგიჭირდებათ არჩევითი გამოცდის ჩაბარება. მეორე ნაწილი გახლავთ წერითი დავალება, სადაც არის ორი ტექსტი მოცემული და აი ამ ტექსტების ანალიზი, ერთმანეთთან შედარება უნდა შეძლოთ. ეს ტექსტები არის ხოლმე საპროგრამოც, არასაპროგრამოც, ხშირად არის ერთი ქართული ლიტერატურიდან მოცემული ნაწყვეტი ან ნაწარმოები, მეორე თარგმნილი უცხოური ლიტერატურიდან, ასე რომ ძალიან საინტერესო დავალებები გახლავთ. რაც შეეხება პირველ დავალებას, ტექსტის რედაქტირებას, ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ, რომ არ დაიწყოთ შეცდომების გასწორება წაკითხვისთანავე. ჯერ უნდა გაეცნოთ ტექსტს, უნდა გაიაზროთ არა მხოლოდ თემატიკა, არამედ რა სტილის ტექსტია. ჩვენ საინფორმაციო ტექსტებს თავაზობთ, მაგრამ მოგეხსენებათ ამ ტექსტებშიც შეიძლება იყოს მცირეოდენი განსხვავება სტილისტიკური, რომელიც თქვენ უნდა იცოდეთ, სანამ შეცდომების და ხარვეზების გასწორებას დაიწყებთ. არ დაიწყოთ პირდაპირ შეცდომების ძებნა, იმიტომ რომ განსაკუთრებით სტილისტიკური და სინტაქსური შეცდომების შემთხვევაში კონტექსტის მიხედვით თუ არ იქნა გააზრებული, შეიძლება შეცდომა დაუშვათ, იმიტომ რომ ერთი და იგივე სიტყვა სხვადასხვა კონტექსტში შეიძლება იყოს შეცდომა ან არ იყოს შეცდომა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ამის გათვალისწინება ძალიან დაგეხმარებათ, რომ მაღალი შეფასება მიიღოთ. რაც შეეხება მეორე ნაწილს, ყურადღებით გაეცანეთ ორივე ტექსტს და არჩევანი გააკეთეთ ორი რაიმეს გათვალისწინებით. ერთი გახლავთ ის, რომ ეს ტექსტი თქვენთვის უნდა იყოს ნაცნობით და სასურველია, რომ იყოს ემოციურად ახლობელი თქვენთვის და საინტერესო, რათა მათზე მსჯელობა იყოს უფრო ლაღი და მეორე, აუცილებლად უნდა იყოს საინტერესო
ის პირობა, რომელსაც ჩვენ გთავაზობთ აი ამ ტექსტის მიხედვით, რომ იმსჯელოთ. თუ ეს იქნება გათვალისწინებული, დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი ნამუშევარი იქნება საინტერესო და მაღალ შეფასებას დაიმსახურებთ. რაც უფრო სიღრმისეულად გაივლით საპროგრამო ნაწარმოებებს, მით უკეთ შეძლებთ სხვათა შორის უცნობი ტექსტის და არასაპროგრამო ტექსტის ანალიზსაც, ამიტომ გირჩევთ, ჯერ კიდევ არის დრო, რომ აი ეს თქვენი ცოდნა სისტემაში მოიყვანოთ და გამოცდისთვის მოხვიდეთ მომზადებული და ჩვენ კი ვეცდებით, რომ ადეკვატურად, კეთილგანწყობილად გავასწოროთ თქვენი ნაშრომები. გისურვებთ წარმატება.